მადლობა რომ დაგვთანხმდით და გვითმობთ დროს. Როგორც ვიცი, თქვენ უკვე ინფორმირებული ხართ BBC-ს საგამოძიებო ფილმის შესახებ, სახელწოდებით წყალი, რომელიც წვავს. რაც ნახეთ და წაიკითხეთ, როგორია თქვენი შთაბეჭდილება. ფილმში გამოითქვა ვარაუდი ქიმიური ნაერთის კამიტის გამოყენებაზე. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? I was surprised to read about Kamita. ძალიან გამაკვირვა კამიტის ხსენება. უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ დემონსტრაციების მასის მართვისთვის ლეგალური ცხენოსადენი გაზი და მათი წყლის ჭაობში შერევა ერთ-ერთი სტანდარტული პრაქტიკაა. დემოკრატიული ქვეყნები დასაშვები დოზებით იყენებენ ლაკრიმატორულ აგენტს, CS გაზს, მაგრამ BBC-ს ფილმსა და სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი ქიმიურ აგენტზე სახელწოდებით კამიტი. ეს არის ის ტერმინი, რომელსაც ფრანგები იყენებდნენ ბრომობენზილციანიდის აღსანიშნავად. ეს ნივთიერება აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით და მასის მართვის პრაქტიკაში აღარ გამოიყენება, რადგან ძლიერი და ხანგრძლივი ტოქსიკურობა ახასიათებს. ისტორიულად თუ შევხედავთ, ბრომობენზილციანიდი, როგორც ქიმიური იარაღი, გამოიყენეს პირველი მსოფლიო ომის დასასრულს. დღესდღეობით ეს ნივთიერება კვლავ იწარმოება შეზღუდული რაოდენობით, დაახლოებით 10 ქვეყანაში, სხვადასხვა კომერციული სახელწოდებით. ამის მიზეზი ის არის, რომ მას აქვს ინდუსტრიული დანიშნულება. იგი წარმოადგენს შუალედურ კომპონენტს მრავალი ქიმიური რეაქციისთვის. თუმცა, როგორც არეულობების კონტროლის საშუალება, ეს აკრძალული ქიმიური აგენტია და სწორედ ამიტომ გამაკვირვა მის მახსენება. ალბათ მნიშვნელოვანია გამოყენებული ქიმიური ნაერთის დოზები, არა? Yes, but you have to realize that from the videos that I've seen. ვიდეო მასალიდან, რომელიც მე ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოსთან მინახავს, ნათლად ჩანს ცხენოსადენი გაზის ძალიან დიდი მოცულობით გამოყენება. Of tear gas that are being used. So ასეთ სიტუაციებში დოზებს დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ ალბათ იცნობთ ექიმ ჩახუნაშვილის სამეცნიერო ანგარიშს. მის ნაშრომში კამიტი ნახსენები არ არის, თუმცა იგი მკაფიოდ მიუთითებს CS გაზზე. ის ეფექტები, რომლებიც მას თავის ანგარიშში აქვს აღწერილი, პაციენტის ჩივილები, კანზე გამონაყარის, უჰაერობის, ფილტვის დაზიანების, სუნთქვის გაძნელების და გულის პრობლემები, შესაძლოა მხუთავი გაზის და წიწაკის სპრეის გადაჭარბებული კონცენტრაციის შედეგიც იყოს. When people get ჩემი შეფასებით კამიტის შემთხვევაში ფიზიოლოგიური შედეგები გაცილებით მძიმე და სერიოზული იქნებოდა ვიდრე ის, რასაც ამ მომენტისთვის ვხედავთ. ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო კამიტი. ექიმი ჩახუნაშვილი თავადაც გამოხატავს გაოცებას კამიტის ხსენების გამო და აღნიშნავს, რომ თუ ასეთი ნივთიერება მართლაც იქნებოდა გამოყენებული, მაშინ საქმე ბევრად უფრო სერიოზულ დაზიანებებთან გვექნებოდა. It would be a different matter altogether. სამწუხაროდ ჩვენ და გასაკვირად გაეროს კლასიფიკაციის ქვეშ მოქცეულ კოდებზე UN 3439 და 1710 პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და დაადასტურა, რომ ის იყოს გამოყენებული. კიდევ ერთხელ კითხავთ, დოზებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს? Well, this is something that has surprised me in the British report. UN 3439 საშიში ტვირთის კლასიფიკაციის კოლგის კოდს უწოდებთ, რომელიც მოიცავს ნიტრილებსა და მყარ ნივთიერებებს. ეს საკმაოდ ფართო ქიმიური ჯგუფია და მნიშვნელოვანია, რომ ბრომობენზილციანიდი ანუ კამიტი სწორედ ნიტრილების ჯგუფს მიეკუთვნება. So that's quite a family of chemicals. However, the kamit, the bromo. მეორე კოდი UN 1710 ტრიქლორეთილენს აღნიშნავს. ეს არის თხევადი ქიმიური ნივთიერება, რომელიც სხვა ქიმიკატების წყალში გახსნას უწყობს ხელს. მისი გამოყენებაც კიბოს გამომწვევი მაღალი რისკების გამო შეზღუდულია ბევრ ქვეყანაში. ბრიტანელი ჟურნალისტები, რომელთაც საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებიდან საიდუმლო დოკუმენტზე აქვს ცდომა, მივიდნენ დასკვნამდე, რომ შესაძლოა სწორედ ამ ნივთიერების გამოყენებაზე ყოფილიყო საუბარი, რადგან აღნიშნული კოდები აღმოაჩინეს ოფიციალურ დოკუმენტში, რომელსაც საქართველოს შესაბამისი უწყებები იყენებ. მაგრამ ეს არის ეჭვი და არა დაზუსტებული ფაქტი. Of the chemical, there is no mention of chemical tests that were undertaken to provide it. So არ არსებობს ქიმიური ტესტი, რაც დაამტკიცებდა კამიტის გამოყენებას. ამიტომ ესაა ვარაუდი. ლოგიკური ანალიზი, რომ კამიტი იქნა გამოყენებული. მე პირადად, სანამ კამიტის გამოყენებას მივიღებ როგორც ფაქტს, დამჭირდება უფრო მყარი მტკიცებულებები. ეს არის მეტად იშვიათი და პრაქტიკულად დავიწყებული ნივთიერება და მისი მოულოდნელი გამოჩენა თანამედროვე კონტექსტში ბუნებრივია სერიოზულ კითხვებს აჩენს და გამოძიებას საჭიროებს. It is not proof
that it was actually used. There is no physical or forensic evidence there. კამიტი ძალზე ძლიერი აგენტია და მისი ზემოქმედება შესაძლოა უფრო ინტენსიური იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი სრემლსადენი გაზის, რომელიც სწრაფად იფანტება და მისი ეფექტი მოკლე დროში მცირდება. კამიტის შემთხვევაში კი ნივთიერება რამდენიმე დღე რჩება. საკმაოდ მდგრადია გარემოში და მისი ზემოქმედება გაცილებით ხანგრძლივია. Volumes over a large period of time that would create many physical and health problems for the people. კი ბატონო, ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტები ბევრი ნახეთ, ერთი წლის შემდეგაც ადამიანები უჩივიან ძალიან სერიოზულ დაზიანებებს, თვალისჩინის დაკარგვას, გულის პრობლემებს, სუნთქვის უკმარისობას, თირკმლის უკმარისობას. კიდევ ერთხელ მინდა ჩაგეკითხოთ, დოზებს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს? დიახ, ყოველთვის ასეა. კონცენტრაცია მთავარია. აქ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი ძირითადი ფაქტორი: კონცენტრაცია და გარემო. რა ვითარებაში გამოიყენება ნებისმიერი ქიმიური თუ ცრემლსადენი აგენტი. ბატონ ზანდერს, გახსენდებათ თუ არა მსგავსი ნივთიერებების გამოყენების მაგალითები თანამედროვე მსოფლიოში და როგორ არეგულირებს ამას საერთაშორისო სამართალი? დემონსტრანტები საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვენ, ჩვენ გვინდა დავადგინოთ, ჩაიდინა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ დანაშაული საკუთარი ხალხის და კაცობრიობის წინააღმდეგ. For me, it's the first time that I hear of an allegation about the use of kamit. ჩემი პირველადი რეაქცია იყო, რომ შეუძლებელია კამიტი გამოიყენებინათ. ეს ქიმიური აგენტია. მართალია არა ლეტალური გაზი, მაგრამ ახასიათებს მხუთავი რეაქციები და შედის ქიმიური საბრძოლო იარაღის კონვენციის რეგულირების ქვეშ. ჩემთვის პირველი შემთხვევაა, როდესაც მესმის ბრალდებები კამიტის გამოყენების შესახებ არეულობების კონტროლისთვის. ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. თანამედროვე მსოფლიოში იქნება ეს მასის კონტროლი თუ სამხედრო კონფლიქტების დროს გამოყენება, ასეთი პრაქტიკის შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. რაც შეეხება საერთაშორისო სამართალს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა. ჩემი შეფასება ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარია. აუცილებელია კონკრეტული შემთხვევის დეტალური ანალიზი. ქიმიური იარაღის გამოყენებას არეგულირებს ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტი, ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენცია, რომლის მხარე საქართველოც არის. გამოძიების დაწყების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება სავალდებულოა. აქ ორი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. პირველი, არ უნდა იყოს გამოყენებული კონვენციით აკრძალული ქიმიური ნივთიერება და მეორე, მისი ზემოქმედების ეფექტები სწრაფად უნდა ქრებოდეს მას შემდეგ, რაც ადამიანი დატოვებს იმ ტერიტორიას, სადაც ეს აგენტი გამოიყენებოდა. დაირღვა თუ არა თბილისში ორივე კრიტერიუმი, ეს არის მთავარი შეკითხვა. რაც აშკარად ჩანდა, გამოიყენებოდა დიდი რაოდენობით გაზი. მაშინ, როცა მრავალრიცხოვანი დემონსტრანტები დიდხანს რჩებოდნენ იქ, სადაც პოლიცია ამ ნივთიერებას ისროდა. With the use of like fentanyl for anti-terrorism. თუმცა არსებობს ეგრეთ წოდებული ხრელი, რითიც არადემოკრატიული რეჟიმები სარგებლობენ. ასე მოხდა მაგალითად რუსეთში ფენტანილის გამოყენების შემთხვევაში 2002 წელს, მოსკოვის ნორდოსტის თეატრში. ფენტანილი არ არის დაშვებული არეულობების კონტროლის აგენტად, თუმცა რუსეთში მაინც იქნა გამოყენებული ანტიტერორისტულ ოპერაციაში. And here we have a situation that people like myself სწორედ ასეთ შემთხვევებში ჩემნაირი ადამიანები წერენ კვლევებს და სტატიებს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა და დიპლომატიური საზოგადოებისთვის, რათა ყურადღება მიაქციონ ამგვარ სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებს. ეს ის შემთხვევაა, როცა პოლიციური მოქმედება აღარ არის მიმართული მხოლოდ დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამ ნივთიერებებით გაჟღენთილი ტანსაცმლით ხალხი მთელს ქალაქში გადაადგილდება. ტრანსპორტში, შენობებში, სახლში, ასე რომ თავისთავად და უნებლიეთ ხდება ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება და მის განეიტრალებას დიდი დრო სჭირდება. ანა ფეიგენბაუმს აქვს წიგნი ქიმიურ ტერორიზმზე, სადაც ის ცრემლსადენი გაზის გამოყენებას ქიმიურ ომს უწოდებს. მისი შეფასებით გამოშვებული გაზის ღრუბლები შეიძლება მრავალსართულიანი შენობების სიმაღლემდეც კი ავიდეს. კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო. გადამწყვეტია მოცულობა, რაოდენობა და ზემოქმედების დრო. თუ ასეთი პრაქტიკა ყოველ საღამოს მეორდება და თან დიდი მასშტაბით, შედეგები კამიტის გარეშეც მძიმეა.
დიდი მადლობა ბატონ ზანდერს.